ბატონო ლევან, გამარჯობა, მადლობა ჩვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. ბატონო ლევან, ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა არის გაზი, გაზპრომი, გაზი, რომელიც სჭირდება საქართველოს და რომელიც მან შესაძლოა დამატებითი მოცულობა მიიღოს გაზპრომისგან. თუ საქართველოს მიიღებს დამატებით მოცულობას, რაც სჭირდება სოკარისგან. ვიცე-პრემიერ კალაძესთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა ის სურათი, რა სურათიც დღეს ქვეყანაში გაზმომარაგების თვალსაზრისით არსებობს და ზოგადად რატომაც გახდა საჭირო საუბარი დამატებითი მოცულობების შეძენაზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უკავშირდება აზერბაიჯანული, ანუ სოკარის მიმართულებას, რატომ დადგა და გახდა აუცილებელი გაზპრომის თემის გააქტიურება. ქვეყანაში არის ასეთი სურათი, რომ მაგალითად 2015 წელს 2014 წელთან შედარებით დაახლოებით 19%-ით გაიზარდა გაზის მოხმარება. შესაბამისად, ზამთრის ეგრეთ წოდებულ პიკურ თვეებში ჩვენი დღიური მოხმარება შეადგენს დაახლოებით 11 მილიონ კუბურ მეტრ გაზს. მაშინ როცა რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ზაფხულის თვეებში ჩვენი მოხმარება, დღიური მოხმარება მხოლოდ 4 მილიონი. ანუ სერიოზული, ასე ვთქვათ, ზრდა ხდება ზამთრის თვეებში. შესაბამისად, ზამთრის თვეებში, ხას უსვამ, ზამთრის თვეებში, მხოლოდ ზამთრის თვეებში ჩვენ გვიდგება დეფიციტის პრობლემა. ეს დეფიციტი ყოველდღიური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2.5 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით ბუნებრივ გაზს. შესაბამისად, ამ 2 მილიარდ ნახევრის დაბალანსების პრობლემა დგას დღეს ქვეყნის და მათ შორის ენერგეტიკის სამინისტროს წინაშე. ამაზე გაიმართა მსჯელობა, რა ალტერნატივები, რა საშუალებები არსებობს აი ამ ყოველდღიური ზამთრის პიკურ თვეებში 2.5 მილიონი კუბური მეტრი დეფიციტის დასაბალანსებლად. ბუნებრივია, საქართველოს რაღაც ის მდგომარეობაშია, ცოტა უნიკალური მდგომარეობა გვაქვს, ჩვენ მკვეთრად შეზღუდული გვაქვს გაზის მომწოდებლები. მოგეხსენება თავად გაზი, როგორც რესურსი საქართველოს. ამ შემთხვევაში ევროპაზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ თუნდაც გვერდით აზერბაიჯანი გვყავს. გეთახმებით, ეს გარკვეული პოზიტივია, ამ თვალსაზრისით გარკვეული ბენეფიტია და გარკვეულ უპირატესობასაც გვანიჭებს. ხო, ამავდროულად ჩართული ვართ საერთაშორისო ქსელში მილსადენის 2019 წლიდან შაჰდენიზი 2-ის ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ საქართველოს ფაქტორია. ანუ ჩვენ ვიხილავთ მხოლოდ ორ მიმართულებას. მოგწონს თუ არ მოგწონს, გვინდა თუ არ გვინდა, ორი მომწოდებლის გარდა საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ერთია აზერბაიჯანული სოკარი, მეორეა რუსული გაზპრომი, რომელიც სომხეთს აწვდის გაზს და ამ მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურს ნატურის, ანუ გაზის სახით ყოველწლიურად 10%-ის ოდენობით უხდის საქართველოს. შესაბამისად, ამ 2.5 მილიონის დაბალანსების პრობლემა დადგა აზერბაიჯანულ მხარესთან. სამწუხაროდ აზერბაიჯანს არ აქვს ტექნიკური საშუალება, რომ ეს 2.5 მილიონი სრულად თვითონ დააბალანსოს. ანუ იგულისხმება ის სატრანზიტო საშუალება, ის მაგისტრალი, რომელთაც ჩვენ აზერბაიჯანიდან მოგვეწოდება ბუნებრივი აირი, არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მან გაატაროს უფრო მეტი მოცულობით ბუნებრივი აირი. ამ პირობებში გაატაროს. ჩამოგზანდა. ხო, აი ეს ხო ძალიან საინტერესოა. ამ საკითხს და შესაძლებელია რომ პირობაც დades, რომ აზერბაიჯანის სოკარი შეეცდება, რომ 6-დან 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზარდოს დღიური მოწოდება საქართველოში. მაგრამ სრულად დააკმაყოფილებს დეფიციტს, რომელიც გაუჩნდა. ჩვენ დეფიციტი გვაქვს 2.5 მილიონი, აზერბაიჯანი იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით 1 მილიონი კუბური მეტრი მოგ. ანუ რეალურად თუ ეს განხორციელდა და ეს პირობა შესრულდა აზერბაიჯანის მხრიდან, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2.5-დან 1 მილიონი აზერბაიჯანული მხარის მიერ იქნება დაბალანსებული და 1.5 მილიონი მაინც დასაბალანსებელი გვაქვს, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა მოგვიწევს რუსული გაზი. ეს პრობლემა როდის დადგა? მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავად აი ამ ტექნიკური ნაწილი, აზერბაიჯანის პირობის ტექნიკური ნაწილი. ხა, მარტივად რომ ავხსნათ, როგორ შეიძლება აზერბაიჯანმა გაზარდოს 6-დან 7 მილიონამდე დღიური მოწოდება. ამას სჭირდება გარკვეული ტექნიკური გადახალისება, ანუ კომპრესორების დამატებითი სიმძლავრეები, რათა მილში მაღალი წნევით გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ბუნებრივია ეს დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთანაც, ხო? იმისთვის რომ სიმძლავრეები გაიზარდოს, საჭიროა კომპრესორი, საჭიროა ფინანსური დამატებითი ინვესტიციები. სამწუხაროდ ეს პირობა ერთ და ორ დღეში ამ ფაქტორის გათვალისწინებით ვერ შესრულდება. ბუნებრივია აზერბაიჯანი იმუშავებს ამ თემაზე, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია
თავად აზერბაიჯანი დაინტერესებულია რომ ფორსირებულ შემჭიდროებულ ვადებში შეძლოს ამის განხორციელება. ეს პრობლემა ხომ თანდათანობით არ დამდგარა და პრინციპში გაზიფიკაცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს имас ნიშნავს რომ იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, ასევე თუ ვთქვათ მოხმარება დიახ, იგივე ვთქვათ მზარდი ბიზნესის მზარდი განვითარების პირობებში ღმერთმა აქნას რომ ის კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ცხადია ეს ითხოვს მეტ საწვავს. მოკლედ, ყველაფერი ამის გათვალისწინებით, რომელსაც წესით უნდა ითვალისწინებდეს ხელისუფლება, მას უნდა კონდეს გათვლები, რამდენი შეიძლება დასჭირდეს, ხომ? ეს ხომ ერთბაშად ვერ დადგება ეს. აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ანუ სტრატეგიული დაგეგმა, პროგნოზების გაკეთება. ენერგეტიკის სამინისტროს აქვს გარკვეული გათვლები, გარკვეული დეფიციტური, ასე ვთქვათ, ბალანსი გაზმომარაგების თვალსაზრისით 2015 წელსაც იყო, მცირედი მართალია და ეს მარტივად მოხერხდა, რომ არსებული სიმძლავრეების ხარჯზე, არსებული რესურსის ხარჯზე და რეზერვის ხარჯზე დაბალანსებულიყო. 2016 წლისთვის უკვე მოსალოდნელია აი ეს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, 2.5 მილიონიანი დეფიციტი. ბუნებრივია 2017-18 წლებშიც გათვალისწინებულია, რომ საქართველოში მოხმარების დის პარალელურად შესაძლებელია გარკვეული დეფიციტის მართვის, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული სტრატეგია, განსაკუთრებული მენეჯმენტის განხორციელების აუცილებლობა დადგეს. მაგრამ ზოგადად გაზის დეფიციტის მართვის სტრატეგია იყოფა მოკლევადიან და საშუალოვადიან და გრძელვადიან, ასე ვთქვათ, სტრატეგიებად. მოკლევადიანი არის ის, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დამატებითი რესურსები მოვიძიოთ სხვადასხვა ორი მომწოდებლიდან, ხო? ერთი სოკარი, მეორე გაზპრომი. გრძელვადიანი პერსპექტივა და სტრატეგია ითვალისწინებს სხვა დამატებითი ალტერნატივების ამუშავებას, მაგალითად ირანის ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ უნდა ძალიან აქტიურად ვიფიქროთ იმაზე, რომ ირანული გაზი საქართველოში მოხდეს. ტექნიკურად ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ის მილსადენი, რომელიც არსებობდა ამორტიზირებული, ანუ პირდაპირ ირანიდან საქართველოს გაზს ვერ მიიღებს, ირანიდან გაზი უნდა შევიდეს. გაზპრომის საშუალებით უნდა მოხდეს ეს, თუნდაც მათი მილსადენის საშუალებით. ბუნებრივია უნდა მოხდეს ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში და ან აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მივიღოთ ჩვენ გაზი. მაგრამ ეს არის ხვალინდელი დღე, ეს დღევანდელ პრობლემას არ გვიქმნის. მეორე გრძელვადიანი პერსპექტივა უკავშირდება და ალტერნატივა უკავშირდება გაზსაცავის მშენებლობის საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ ზაფხულში პრობლემა არ აქვს გაზის, არც ჩვენს პარტნიორებს მოწოდების, ჩვენ შეგვიძლია თუ იქნება დაახლოებით 200-250 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზსაცავი ზაფხულის თვეებში დავაგროვოთ და იმ პიკურ თვეებში, როცა აი როგორც წელს, როგორც ეხლა ხდება 4-დან 11 მილიონამდე იზრდება დღიური მოხმარება, სწორედ აი იმ პიკურ თვეებში ეს დაგროვილი გაზი გამოვიყენოთ. თავიდან საუბარი იყო იმაზე, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა მხოლოდ სომხეთისთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება, რომელსაც საქართველოს ტრანზიტის საშუალებით აწვდის გაზპრომი სომხეთს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვჭირდება ასევე კიდევ დამატებითი მოცულობით გაზი. მოკლედ, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, რატომ არ ითქვა თავიდან ყველაფერი, ან ახლა კი საერთოდ ვართ საქმის გულში, რეალურად რა ხდება? მოდით გულახდილად თქვა, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით მეც ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მქონდეს, უფრო ადრე მქონდეს ეს ინფორმაცია, უფრო მეტად ვიყო ჩართული ამ ინფორმაციულ ნაკადებში და ჩემი პროფესიული და წმინდა ადამიანური მოქალაქებრივი ცნობის მოყარეობა და ინტერესი დაკმაყოფილდეს. მაგრამ ზოგადად ასეთი ტიპის მოლაპარაკებები საჭიროებს გარკვეული პროცედურული ეტიკეტის დაცვას, ანუ გარკვეული ეტაპების გასვლის შემდეგ ხდება შესაძლებელი მხოლოდ ინფორმაციის ნაწილის გასაჯაროება და ეს ეტაპები რამდენიმე შეიძლება იყოს. ამავდროულად გასათვალისწინებელი ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, უბრალოდ ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი ის, რომ ისევე როგორც გაზპრომი, სოკარიც კომერციული ორგანიზაციებია, ისინი მოლაპარაკების პროცესში ძალიან ხშირად ცვლიან პირობებს. ერთ შემთხვევაში რომ ვამბობთ, რომ საუბარი შეეხება სომხეთისთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდებას და საუბარია მხოლოდ ტრანზიტზე და ეს ჩვენ კიდევ მორიგ ასე ვთქვათ ბენეფიტს მოგვიტანს ასე ვთქვათ და მეორე შემთხვევაში როცა ვამბობთ რომ უცებ აღმოჩნდა რომ ჩვენ გვჭირდება დამატებით კიდევ მოცულობით გაზი რომელიც არ გვაქვს და ვეძებთ ამისთვის წყაროს რადიკალურად მოსხვდება არის გარკვეული ურთიერთგამორიცხული მე მეტიც შემიძლია გითხრათ არ არის გამორიცხული რომ მოლაპარაკების პროცესში პირობების ცვლილების ვაჭრობის
გათვალისწინებით მხარეებს შორის, მაგალითად საქართველოსა და გაზპრომს შორის კიდევ რაღაცეები შეიცვალოს, გაჩნდეს ახალი დამატებითი პირობები, ან ძველი უკვე ნათქვამი პირობები გაუქმდეს. ეს ჩვეულებრივი მოლაპარაკებების თემებია. მე შეგახსენებთ მაგალითად აი წინა ხელისუფლების დროს 2003 წელში, როცა ფორმდებოდა გაზპრომთან ხელშეკრულება, 2005 წელში, როცა გაზიმპორტი შემოიყვანეს საქართველოში, როცა მოლაპარაკებები მიდიოდა მაგისტრალური მილსადენის გაყიდვა არ გაყიდვის თემასთან დაკავშირებით, 2008 წელს, როცა ენგურის რუსეთისთვის მართვაში გადაცემის საკითხზე მიდიოდა. ბევრი საკითხი იყო, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა, მაგრამ ელემენტარულად ვერ ვიღებდით ინფორმაციას, იმიტომ რომ მოლაპარაკებების პროცესში არსებობს ეგრეთ წოდებული დახურული თემები და ვალდებულება მოლაპარაკების პროცესში წარმოშობილი თემების არ გასაჯაროების. ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლი და მაგრამ მეც ვისურვებ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს. როდესაც არსებობს ასეთი ცუდი გამოცდილება, მით უმეტეს, როდესაც რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამ შემთხვევაში რამდენად გამართლებულია და რამდენად არ შეიცავს საფრთხეს ის, რომ ჩვენ თუნდაც დამატებითი მოცულობა ვეძებოთ რუსეთთან და არ ვცადოთ იგივე პრობლემა მოვაგვაროთ თუნდაც აზერბაიჯანთან მაგალითად. ორი საკითხია ამასთან დაკავშირებით. ელემენტარულად აზერბაიჯანს როგორც აღნიშნეთ ტექნიკური საშუალება არ აქვს, რომ 2.5 მილიონი დღიური მოხმარების დეფიციტი დაგვიბალანსოს. ის იღებს ვალდებულებას, რომ ისიც გარკვეული დროის შემდეგ, რომ მაქსიმუმ 1 მილიონით შეიძლება და ანუ ჩვენ რეალურად სხვა ალტერნატივა არ აქვს. სხვა მიმართულებიდან გას ვერ შემოვიტანთ ვერანაირად. ანუ ისეთი დეფიციტის წინაშე დგას ქვეყანა, რომ ჩვენ შეიძლება წავიდეთ დაუშვათ თუნდაც აი ამ ნაბიჯზე? გონია რომ ის მოცულობა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს არის ტექნიკური დეფიციტი. ეს არ არის რაღაც კონცეპტუალური მნიშვნელოვანი თემა, რომელიც არის აგრეთვე დაკავშირებულია აზერბაიჯანული გაზის, რუსული გაზის ჩანაცვლებასთან. დღეს რუსული გაზის ხვედრითი წილი საქართველოს ბაზარზე არის 12%. ტექნიკური დეფიციტი მთლიანადაც რომ დაფაროს რუსულმა მხარემ, აზერბაიჯანის ხვედრითი წილი მაინც 80%-ზე მეტი იქნება. ქართული გაზმომარაგების თვალსაზრისით. ანუ თეორიულადაც კი იმის დაშვება, რომ რუსულ მხარე დომინანტი შეიძლება გახდეს, ან ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე შეიძლება გახდეს და მნიშვნელოვნად ჟარგონი ვეხმარო ჩააჩოჩოს აზერბაიჯანული მხარე, ეს პრაქტიკულად ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში რა მოცულობითაც არ უნდა დაფაროს იმ დარჩენილი 2.5 მილიონი კუბური მეტრიდან დეფიციტი რუსულმა მხარემ, ეს იქნება მილიონი თუ 1.5 მილიონი, აზერბაიჯანის ხვედრითი წილი მაინც 80%-ზე მეტი იქნება ქართული გაზის ბაზარზე. ასე რომ მე მგონია, რომ ეს არის ტექნიკური დეფიციტის დაფარვის მცდელობა. და ერთი დეტალი, ალბათ მიაქცევთ ყურადღებას, ხელისუფლება აცხადებს, რომ გადადის რუსეთთან ერთწლიანი მოკლევადიანი ხელშეკრულებებით ურთიერთობის რეჟიმზე. მეც მაგალითად სწორად მიმაჩნია და თქვენი მსჯელობაც აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ჩვენი აზრები ემთხოვა ერთმანეთს, რუსეთი არ არის ფლად, ასე ვთქვათ, სასურველი და ანგელოზი პარტნიორი, ხო? შესაბამისად, ხო, არასტაბილური, ნაკლებად სანდო, წარსულში არსებული დალექილი რაღაც თემები, რომელიც ყოველთვის ხო არა, უახლოეს წარსულში, რომელიც ძალიან კარგად გვახსოვს და აქედან გამომდინარე ეს არასტაბილურობის განცდა და არასტაბილური პარტნიორობის იმიჯიც, რომელიც რუსეთს გააჩნია, სწორედაც რომ კარგია რომ მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ყოველი ერთი წლის შემდეგ უნდა გადაიხედოს პირობა. ყოველი ერთი წლის შემდეგ არსებული გამოწვევების შესაბამისად უნდა გადათამაშდეს თამაშის წესები და არა გრძელვადიანი და აზერბაიჯანთან ჩვენ ეს პრობლემა არ აქვს. აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი, მასთან გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა პირიქით ჩვენთვის სასარგებლო და ბენეფიტია, მაგრამ რასაც ვერ ვიტყვით რუსეთთან. ნახოთ, რამდენად გაამართლებს ეს ერთწლიანი ხელშეკრულება და მე ვიფიქროთ უკვე შემდგომ წლებში ხელშეკრულების ისევ ერთწლიან ან მრავალწლიან რეჟიმში გადასვლას. ბატონო ლევან, ამ საკითხის განხილვისას პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი მაგალითად ხედავს პირად ინტერესებსაც. მე ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი არა ვარ, ეს ძირითადად პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ, პრეროგატივა უყვართ პოლიტიკოსებს ასეთ ტიპის განცხადებები. მე როცა ბიზნესმენსაც შეიძლება ქონდეს პირადი ინტერესები. რა თქმა უნდა, შეიძლება ბიზნესმენს ქონდეს, მაგრამ როცა ანალიზს ვაკეთებ, როცა შეფასებას ვაკეთებ, შეფასება
თვალსაზრისით საფუძველი არის ჩემთვის ინფორმაცია. მე და ინფორმაციაც მაქვს იმაზე დაყრდნობით საუბრობ მხოლოდ. ამ საკითხთან ყოფილი პრემიერი არის სერიოზული აქციონერი გაზპრომის. IBM-ისაც და სხვა მნიშვნელოვანი კომპანიებისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, მისი საქართველოში მაგალითად iPhone-ები რო იყიდება, ეს არ შეიძლება დაუკავშიროთ, ხო? ყოფილი პრემიერის ბიზნეს ინტერესს, ხო? ან iPhone-ების გაყიდვის მოცულობა რო იზრდება, ხო? დიახ, მაგრამ როცა საქმე ეხება გაზპრომს, ჩვენ ამაზე არ გვაქვს. ამაზე არ გვაქვს ინფორმაცია, ეს არის პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ, შემოქმედება, ჭყალებში შემოქმედება. ანუ შემოქმედება შეიძლება, მაგრამ ხო იცით, კვამლი არ არისო ცეცხლის გარეშე, ანუ რამდენად შეიძლება რომ ამას კონდეს საფუძველი? არ ვიცით, ამაზე ინფორმაცია არ არსებობს. შესაბამისად, ის დაშვებები, რასაც პოლიტიკოსები აკეთებენ, პოლიტიკოსი აძლევს თავს ამის უფლებას, ეკონომისტებისგან, ფინანსისტებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ ჩვენ ვჯელობთ მხოლოდ იმ ციფრებით, იმ ინფორმაციით, რაც არის რეალური და რაც არის ცხადი. ჩემთვის პირადად ასეთი ინფორმაცია ცნობილი არ არის. ჩვენ შეგვიძლია საერთოდ ჩავხსნათ რუსეთის თემა. საქართველოს უარი თქვა საერთოდ რუსულ გაზზე. რას მივიღებთ პერიოდში? მივიღებთ იმას, რომ ის 12% დღეს რუსულ გაზს უკავია საქართველოში, რაღაცით იქნება დასაბალანსებული. როგორ წარმოგიდგენთ, საიდან შეგვიძლია დავაბალანსოთ? აზერბაიჯანით ყოველად წარმოუდგენელი აზერბაიჯანმა 1 მილიონით მოცულობის გაზდაზე ძლივს მოგცა პირობა და ისიც როგორ შესრულდება ჯერ არავინ არ იცის. ასე რომ ეს პრობლემა არის არა იმით გამოწვეული, რომ ჩვენ გვინდა რუსეთთან ურთიერთობა და რუსეთი ჩვენი პრიორიტეტია. არამედ უბრალოდ იმ გარდაუვალი რეალობით, იმ პრობლემის რეალობით და უბრალოდ სხვა ალტერნატივის არ არსებობით. მე მგონია, რომ მხოლოდ ეს არის. იმ პირობებში, როდესაც იგივე რეალობის წინაშე დგას ევროპა და ისიც მოიხმარს რუსულ გაზს, მაგრამ ეძებს ალტერნატიულ გზებს, იმიტომ რომ იცის, რომ ეს არის არასტაბილური პარტნიორი და არაპროგნოზირებადი პარტნიორი, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში მან თუ ვთქვათ, მას მის პირად ინტერესებს დასჭირდა, შეიძლება ეს გამოიყენოს უკვე როგორც პოლიტიკური იარაღი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეს არის ბიზნესი, შეიძლება მან ჩართოს ის როგორც პოლიტიკური იარაღი. აი ამ პირობებში ჩვენ ფაქტია რომ ჩვენც უნდა ვეძებოთ რაღაც ალტერნატიული წყაროები, ხო? რუსეთისთვის ეს წმინდა აგრესიული პოლიტიკა, ბაზრების ექსპანსიის, ეკონომიკური ექსპანსიის მისი პრიორიტეტია. ეს რუსეთი არც მალავს ამას ენერგეტიკული განვითარების კონცეფციას თუ იხილავთ. რუსეთის ეს სახელმწიფოა, რომ ბაზრების ათვისება, სიმძლავრეების, ლოჯისტიკური ცენტრების და ლოჯისტიკური, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა რუსეთისთვის მის სამეზობლოში არის მისთვის პრიორიტეტი. აქ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის რას გააკეთებს საქართველოს იმისთვის, რომ ეს კონცეფცია მინიმალურად იყოს რეალიზებული საქართველოსთან მიმართებაში.